მოგესალმებით ჩვენო საყვარელო ტელემაყურებლებო. თქვენ უყურებთ პაატა და ნიკას შოუს, რადგან დღეს ხუთშაბათია, საღამოს 10 საათი და თევზის ზოდიაქოს ხანად დადგა. ხუთშაბათი კი თევზის დღეცაა, მოგეხსენებათ, ამიტომ მოიმარაგეთ ოჯახში ლოქოჯანარი მურცაკალმახი და თქვენს კარგ განწყობასა და კეიფისა და დროს ტარების ხასიათზე ვიზრუნებთ ჩვენ და რა თქმა უნდა ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. აქვე გაფრთხილებთ, რომ ბრაკონიერობა ისჯება კანონით და ანკისი თუ არ გაქვთ, ნიკა გათხოვებთ, სავსე აქვს საბარგული ანკისებით და ძეხვეულით. აბა ამის დაჭერი თევზი მე არ მახსოვს და თევზაობას ხომ უნდა რაღაცა მიაჭამო ადამიანმა. დაჭერი კაპოზე სერვილადი და მიდი. ვითომ მე თუ შეკიდე სათევზაო წაგიყვანო? საღამო ხას დამირეკე ხოლმე უფრო თანახმავა. კი კაცო, წამოვალ. დავჯდები ჩემთვის იქ, დავდგავ პლასტმასის ბოთლით არახს და ვიქნები ჩემთვის. პლასტმასის ბოთლით აბა ზუსტად. მომავალი წლიდან მარკეტებში შესაძლოა პლასტმასის ბოთლებში განთავსებული სასმელები აღარ გაიყიდოს. აი ახლა კი მართლა ადეკვატური გახდება კითხვა. პარკი გინდა? აბა სადმე ხომ უნდა ჩაესხა სასმელი, რას ლაპარაკობ? ამასთან ერთად აიკრძალება შუაში გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით განსხვავებული, შუაში გადაჭრილი პლასტმასის ბოთლით ძაბრი მანქანაში საწვავის ჩასასხმელად. დაჭხრეთ თავსახურიანი პლასტმასის ბოთლი მწვაძე მარილიანი ღვინოს მოსასხმელად. მაცივარში ლიტრიანი ბოთლი ცივი წყლისთვის. დავიღუპეთ ფაქტიურად. ნეტა იმ ხალხს ეშველება სპორტ დარბაზში რომ პლასტმასის ბოთლით ხელში ვარჯიშობენ ხოლმე. შუშის ბოთლით ხელში ივარჯიშებენ, შეგაცო რა პრობლემაა? საშიშია. ან გაუტყდეს და რა ვიცი, ფეხი გაიჭრას, ან საფეთქელში მოიტყას შემთხვევით რა ვიცი. მოდი, კარგი მხრიდანაც შევხედოთ ამბავებს. სად მაცივრიდან ახლად გამოღებულ შუშის ბოთლს რომ მიიდებ პახმელიაზე შუბლზე და სად პლასტმასისას. კი, მაგრამ მეზობელი რომ დილა ადრიანად სარიელ შუშის ბოთლებს ჩახრიანებს ნაგვის ბუნკერში და გაგაღვიძებს, კარგია ძალიანაც კარგია ეს პლასტმასები აბინძურებს გარემოს. ყეებში და მინდვრებში რომ ყრია პლასტმასი ძალიან ცუდი დასანახია. შუშას სხვა მაინც ბზინავს. ლამაზი. არადა პლასტმასის ბოთლი უსაფრთხოა ძალიან. იყიდიან ადამიანები ლუდს, დალევენ, იჩხუბებენ. წარმოიდგინეთ, სად პლასტმასის ბოთლი რომ მოგხვდება თავში და სად შუში, აბა? კაი, პლასტმასის ბოთლების გარეშე კი გავძლებთ. ეგ არაფერი, მაგრამ ახლა მეტალოპლასტმასის კარფანჯრებიდანაც თუ ამოიღეს პლასტმასი, მე ნახეს შენ, მარტო მეტალის კარფანჯარა რა ძვირი დაждდება? აბა, არ ვიცი. გადავიდეთ სხვა თემაზე, მაგრამ სანამ გადავალთ, შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ამ შაბათ კვირას კომედი არხზე უნდა უყუროთ ძალიან მაგარ სერიას მიხო და მაროს არაჩვეულებრივ სერიები. მოკლედ არ გამოგჩეთ შაბათ კვირას საღამოს 8 საათზე. და რაც შეეხება პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 15-ის ბილეთებიც აღარ არის, ანუ 7 მარტი, 8 მარტი, 13 მარტი, 14 მარტი, 15-იც გაიყიდეთ და შემდეგი პარასკევის, ანუ 20 რიცხვის დავდეთ და შემობრძანდით პაატა და ნიკას გვერდზე Facebook-ში და დაწვრილებით დეტალებს იქ ნახავთ, თუ სად და როგორ უნდა შეიძინოთ ჩვენი თეატრის ბილეთი. ჩემი შენ გითხარიო, ახლა კი გადავიდეთ მონოლოგზე. კი ბატონო. მეცნიერების ახალი კვლევი დადგინდა, რომ ადამიანი შეურაცხყოფას 30 წელი იმახსოვრებს. კომპლიმენტს კი 20 დღეში ივიწყებს. ჩი რა გამოდის ახლა? ანუ ახლა რო შეგაქო 20 დღეში აღარ გემახსოვრება, ხო? მაშინ მოდი პირდაპირ გაგრაცრავ და 30 წელი გულში ვიქნები შენთან. არა, საჭირო არ შეწუხდა ჩემო ზამია. ისე
ჩვენთან კომპლიმენტსაც შეურაცხყოფად იღებს ზოგიერთი. მაგალითად, რო ეთქვი ვინმეს რა კარგად გამოიყურებით, რა იყო აქამდე ცუდად გამოვიყურებოდეთ თუ? აბა, მეც მინახავს ასეთი და მსმენია. მე სხვა მეთოდი მაქვს. კომპლიმენტიც რომ 30 წელი დაიმახსოვროს ადამიანმა, მაგალითად, აი ასე უნდა თქვა, რა კარგად გამოიყურები, შეკარგო. ახსო შეურაცხყოფას ვაყენებ თან კომპლიმენტს ვეუბნები და ისე მაგარი ბიზნეს იდეა მაქვს რა კომპლიმენტების შემხსენებელი აპლიკაცია ხوار გავაკეთოთ რომელიც ყოველ 19 დღეში ერთხელ შეგახსენებთ რომ ვიღაცამ შეგაქოთ როგორია საინტერესო გადასარევი იდეა ესე იგი დასკვნა კომპლიმენტი არის ხელფასი რომელიც 20 დღეში თავდება და წყენა არის იპოთეკა რომელიც სულ გვახსოვს გადავიდეთ შემდეგ თემაზე თორემ კი ბატონო ჩვენ აქ 30 წელი წყენის დავიწყებისთვის ბევრი გონია და ამერიკაში ნატურა რომელიც 125 წელი ანათებს და არ გადამწვარა აშშ ღირსშესანიშნაობების სიაში შეიყო 125 მეტი საქმე რა ნატურის წლებს იტყვი რა გაიქვეყანა ალბათ სადაც ეგ ნატურა იუბანში სვარკას არავინ აკეთებს და არც იმციმებს თორე ვნახავდი 125 წელი როგორ გაძლევდა კი და ალბათ ეგაა მიზეზი მოკლედ ამ ნატურით ყველა ბედნიერია წარმოებლის გარდა ვისაც ნატურის გამძლეობა ბიზნესი დაუნგრია საწყალი მე 9 ბლოკი არ მქონდათ იქ თავის დროზე თორე ნატურებს კი არა მაცირებს და ტელევიზორებს წვავდა ეგ ხო გახსოვს ყველაზე კარგი ფილმი რო იწყებოდა მაშინ მერთო რა ბავშვი რა ვიფიქრე ეს საჩუქარს რო არჩევენ ხოლმე დაბადების დღისთვის ხო იცია თქმა რამე ისეთი ვაჩუქოთ რომ სულ კონდეს თორე ბამბარერგა შეჯამეთ და ეგაა და რა აი ეს ნატურა იქნებოდა იდეალური საჩუქარი თაობებს ემახსოვრება აუ სასწაულის საჩუქარი აჩუქა ჩინეთში ცოლმა ქმარს გეტყვი ახლავე აი მე პირადად ეგეთი არაფერი არ გამიგია რა ჩუქამისთან რა ვიცოდით თირკმელი საკუთარი თირკმელი 50 წლის იუბილეს მოიცა კაცო რანაირად თირკმელი რანაირად ეხლა რო გითხრა იქვე გამოიძრო და გაუწოდა გაბიჯებ ჩემთან გამომართვი უარი არ მითხრაო ხო არ დაბიჯებ რა მაგას ვერ დავიჯერებ რა თქმა უნდა და ჩვეულებრივად გადაუნერგა სჭირდებოდა ადამიანს გადასარევი საჩუქარია თან არ უთხრა თუ ჭკვიანად იქნები და არ მიღალატ 100 წლის იუბილეზე მეორე თირკმელსაც გაჭუკებო კაცი თქვავს თურმე შენ მე მთელი ცხოვრება ტვინის შემიჭავი და თირკმელს რატომ ჩუქნიო რატომ უმადური ეგ ისიც უთქვავს მერსედესი მიდოდა მაგრამ ჯანდაბას თირკმელი თვიბლიო ამეთამას მე მგონი ცოლმა ამით ვალი გაუსტუმრა ქმარს მაგის დაბადების დღეზე ქმარს უყიდია iPhone 17 Pro Max და თირკმელი ჩაუბარებიან ან უფრო ძველი ვალი გაისტუმრა ჩვენ ხომ ქალისთვის ერთი ნეკრი გავიმეტეთ თავის დროზე ამათ თირკმელი დააბრუნა მოკლედ ამ კაცს ცოლი აქამდე მარტო გულში ყავდა და ახლა თირკმელშიც ყავს წინ მიდის ტექნოლოგიურად ყველაფერი აი ბატონო გვპირდებიან რომ სულ მალე სამშობიაროდ კოსმოსში წასვლა იქნება შესაძლებელი საინტერესოა სანამ კარი მშობიარობს მამა და მისი ძმაკაცები რაკეტის კაპოტზე უბერავენ შამპანიურს და კარგია დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში ზოგადად კოსმოსი გეწერება თუ ის კონკრეტული პლანეტა სადაც სამშობიაროს გახსნია ალბათ პლანეტა იცი რა იქ ყველაზე ახლოს მარსია და პირველი სამშობიარო მათ გაიხსნება ჩემი აზრით თორემ იუპიტერზე რომ მოიდობა მშობიარობა რა ვიცი ბავშვის კეთება გზაშივე უნდა დაიწყო სანამ ჩახვალ კი დაეწყება უკვე მშობიარობა წყლების დაღვა არა და გადასარევი მია გინეკოლოგები ნეპტუნზე ყოლიათ მაგრამ რადგინა კლიმატია იმნაირი საშინელი ისე რა გინდა ბავშვი 18 წლამდე პროფესიის ზევნაში რო არის ხოლმე იქ დაბადებული ბავშვი უკვე ჩამოყალიბებული კოსმონავტია თავარია არ დაგვეზაროს და ბავშვები ვაკეთოთ დედამიწაზე და სამშობიაროს დიღომში ზიგოვის სადმე კი ბატონო
ყველაზე ძალიან ბავშვების კეთება სადარეზარებად ხო იცი ხო გახსოვს? რა თქმა უნდა, რა ცოდნა უნდა მაგას, გადახედე რაოდენობას, რა თქმა უნდა ჩინეთი. ო და ჩინელმა ქალმა ქმრისგან და მეგობარი კაცისგან ტყუპი გააჩინა თურმე. ეთყობა კოსმოსში გააჩინა მაგან უკვე თორე ხო გადაირეოდა ქმარი. კიდე კაი ერთი მეგობარი კაცი ყავდა, თორემ რეზგავდა 8 ბავშვს ერთად. მე რო გვიკვირს ამდენი რატო არიან ჩინელებიო? ნეტა თუ არჩევენ რომლისაა? ვერა, არც ერთი არ გავს მამას. გამოხოხებული მეზობლები არიან. ნეტა მამებმა თუ იციან ეგ ამბავი. ან ერთმა, ან მეორე. არა და ქმარი ყოფილა გაგვირვებული. რატო არ უგავს მე არც ერთია და ცოლს უთქვამს. რა სიტყვა ახლა ჩინურებიაო. მეცნიერების აზრით ეს ფაქტი ანომალია, ხოლო მეზობლების აზრით ეს ფაქტი ბოზობაა. დასკვნა ასეთია, გამრავლებაში ქმრის გარდა თუ სხვების დახმარებაცაა საჭირო, მაშინ ვიყოთ ჯობია ისევ 3 მილიონი მაგის დედაც. თან როგორი ამბავია, იცი? აი, ტაქსისტებმა რო იციან ხოლმე მოყოლა. იმდენს ჩამიშდა მაგარი ქალი და ასე მითხრა, ერთ ჩემი ქმრისგან ვაჩენ და მეორე შენ ხوار იქნებიო. უკი მინდაო რა. ხოდა მე უთხარი, არ მინდა დაიგო არაფერი, ჩადი და მედიერი შვილი გაგეცარდოსო. მაგარი ამბები აქვთ ხოლმე და კი მიუძნათ ერთი სიმღერა ტაქსისტებს. რა სიტყვი, რამდენი ხანია ტაქსისტებზე აღარ გვიმღერია. მთელი ახალგაზრდობის წლები სულ ტაქსისტებზე სიმღერა შენ გავატარე? რას ლაპარაკობ და კი ბატონო, ჩათვალი აქვთ უკვე კაც სიმღერა. მაესტრო